უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ იგი თურქეთში ჩავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად. როგორც ცნობილია, რუსეთის ლიდერმა მას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებები შესთავაზა. ზელენსკი მზად არის პირადად შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეების ცეცხლის სრული შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ. მე ხუთშაბათს 15 მაისს ჩავალ თურქეთში. იქ ველოდები რუსეთის პრეზიდენტს. იმედი მაქვს, რომ ამჯერად პუტინი აღარაფერს მოიმიზეზებს და უარს არ იტყვის მოლაპარაკებაზე. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, რათა საბოლოოდ დასრულდეს ომი. წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის. ყველა ლიდერი მხარს გვიჭერს, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი. Президент Трамп підтримав. ზელენსკიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კვირას მედიასთან საუბარში პუტინმა ფაქტობრივად უგულებელყო დასავლელი ლიდერების მიერ შეთავაზებული იდეა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პუტინს არ დაუდასტურებია პირადად გამართავს თუ არა მოლაპარაკებებს ზელენსკისთან.